Bravo, bravo. საესტრადო სტუდია იმერეთის ხმის აღსაზრდელები არიან. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები. აღნიშნული სტუდია, რომელიც თქვენ უკვე მოისმინეთ, მათი არაჩვეულებრივი შესრულება უკვე 8 წელია ქუთაისში წარმატებით ფუნქციონირებს. ეს ძალიან ნიჭიერი ბავშვები, არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები არიან და მიღებული აქვთ ჯილდოები. ასევე აქვთ ბევრი გეგმა და სიახლეც, რომლის შესახებაც იმერეთის ხმის დამფუძნებელი, ჩემი ბავშვების მეგობარი, ძვირფასი კოლეგა ბექა ბანძელაძე და ხელმძღვანელი ნათია ეგუტიძე მოგვიყვებიან, რომლებიც უკვე ჩვენთან არიან სტუდიაში და ძალიან დიდი მადლობა ამ ემოციისთვის, ამ ბურძგლებისთვის. ოჩახ შენ რო გაართვი თავი, იმიტომ რომ ვერ შეგაშველებდი სიტყვას. კი, ყველა ხელიდან წასული ვიყავით. ეს ხარისხი არ მოდის ესე შრომის გარეშე. ეს ხარისხი არ არის მარტო მხოლოდ ერთი ადამიანის ან ერთი ნიჭიერი ადამიანის შედეგი. ეს ის ხარისხი არის, რომელსაც უნდა სხვა შრომა და სხვა შინაგანი კულტურა, რომელიც სხვა გემოვნებაზე ზრდის ამ ბავშვებს და მადლობას გიხდით იმისთვის, რაც სჭირდება ნამდვილად. რა თქმა უნდა. მასალა. მოგესალმებით. გამარჯობა. სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. გეთანხმებით, სწორად აღნიშნეთ, 8 წელია უკვე ქუთაისში ეს სტუდია დაფუძნდა და ემსახურება უპირველეს ყოვლისა ქართულ სიმღერას და მის სწორად მიწოდებას, გემოვნებიან რეპერტუარს, ასაკობრივად სწორად მიწოდებულს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თავის მუსიკალური სავარჯიშოებით და ესე შემდეგ, იმიტომ რომ თითოეული ბავშვი ინდივიდია თავის შინაგანი სამყაროთი. და თანამედროვე ბავშვი, რომელსაც სხვა ინტერესები აქვს, სხვა გართობა უნდა დღევანდელმა, ხო, ყველაფერზე ცდომა აქვს. სხვა რამეს უყურებს თუნდაც ინტერნეტ სივრცეში, სხვა ეფექტები, სხვა რაც ხდება მსოფლიოში, არავის არ ვაკნინებ, უნებრივია და ძალიან დიდი შრომაა იქაც ჩადებული, რასაც გულისხმობ. უბრალოდ იმის მერე ეს ქართული რაღაცნაირად ესე აი ამ ფრაზით ამღერო და მასაც კონდეს სურვილი, ხო, ეს ხო ცალკე შრომა არის კიდე და ბატონო, და ვცდილობთ რა ეს ჩვენი ფესვი, რაც არის ქართული სულისკვეთებით აი ამაზე დაშენდეს, ესე რომ ვთქვათ, ზემოთ ის ყველაფერი, რაც თქვენ ბრძანით. სოლო სიმღერა არის ძირითადად პრიორიტეტი ჩვენთან. ნათია დირიჟორი გახლავთ პროფესიით, სალომე პიანისტია, ორთავის კონსერვატორია აქვს დასრულებული, თავიანთი ახრით ვოკალური მიმართულებით და ბოლოსკენ, ბოლო 2 წელიწადია უკვე გუნდიც გაკეთდა სტუდიაში. სოლო შემსრულებლები რა თქმა უნდა, აი რანინა ესეთი გემოვნებიანი პროექტი, ორი ბავშვი. ვიცით ბავშვები არიან 5 წლიდან ჩვენთან. არის თქვენი ახდილები არიან. სუჩვენები 5 წლიდან ჩვენთან არიან, 11 წლისანი არიან. ბიჭები არიან. ახლა კვარტეტშიც იქნება გამორარაჩეული. დიახ, დღეს არის. კარგი გოგოსთან. და ქუთაისიდან ჩამოვიდნენ, ხო არ და გვავიწყდა შემთხვევით. არა, არაფერი არ გვავიწყდება. ეს ნათქვამია. ნათიას მინდა უთხრა ჩემი ახთოვანება იმხელა სიყვარული დირიჟორებ და ისეთი თვალებით, იმიტომ რომ ბევრნაირი დირიჟორობა გვინახავს, მაგრამ როგორც ჩანს თქვენ იმხელა რაღაცა შრომასთან ერთად რაღაცა სიყვარულს დებთ და საოცარ მზრუნველობას გრძნობენ ბავშვები თქვენგან. გარდა მუსიკისა და უშუალოდ ცოდნისა და კულტურისა, რომელსაც გადასცემთ, ხო? ესეც ძალიან საჭიროა, როგორც ჩანს, შეაყვარო ის ქართული სიმღერა, რაზეც არჩილი საუბრობდა, ხო? ანუ ბავშვები უკვე მზადმოდიან დავუშვათ ქართული სიმღერის სიყვარულით, თუ ეს ნელ-ნელა იდება და ილექება მათში თქვენთან ურთიერთობები. დიახ, მოგესალმებით. ბედნიერება თქვენთან ერთად ეთერში აქ ჯდომა. ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის და მინდა ვთქვა, ანუ სანამ საესტრადო გუნდი შეიქმნებოდა, მე თვითონ ანუ გუნდის სპეციალისტი ვარ და ჩემთვის ყველაფერია ეს, თუმცა სოლო სიმღერებით ვიწყებთ ყოველთვის და რაღაც გარკვეული ეტაპის შემდეგ ბავშვებს შეუძლიათ გადაინაცვლონ ხმებში სიმღერა შეისწავლონ. ქართული სიმღერის სიყვარული ბევრს მოსდევს, რა თქმა უნდა, ოჯახიდან, მაგრამ ყველას არა, კი ვიცით, ახლა თანამედროვეობაში როგორც ხდება, თუმცა ვცდილობთ
დავიწყოთ პატარებში ქართველი საბავშვო კომპოზიტორებით, რათა უფრო შეიყვარონ და შემდეგ უკვე გადავდივართ სხვადასხვა ეპოქის ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებზე. აი თუნდაც როცა შევეხეთ ცაბაძის ამ სიმღერას გუნდში, ესეც დიდი განაცხადი იყო და რაღაც ცოტა ქონდა პასუხისმგებლობა და განცდაც იმის, რომ აი გამოვა თუ არა საბავშვო გუნდში არანჟირებით გააკეთო ეს სიმღერა, მაგრამ მადლობა. მხოლოდ ქართული სიმღერაა თქვენი ინტერესი თუ არა? არა, პრიორიტეტი რა თქმა უნდა ქართული სიმღერა, თუმცა ბუნებრივია ამ თაობას, ბუნებრივია ემზადებით ახლა კონცერტისთვის. კი ბატონო და ეს აღნიშნავს სალომე, ჩვენ ამასაკიდან მოვდივართ ერთად. კი, ნამდვილად. და ბევრი წელი ვაკავშირებს ჩემო სალომე. აი გუნდმა მიიღო ძალიან დიდი წარმატება ახლა კონსერვატორიაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონკურსში და ოქროს მედალით დაჯილდოვდნენ და ამასთანავე საუკეთესო სოლისტი გოგონა ორ ნომინაციაში, ასე ვთქვათ და რა თქმა უნდა ეს ფაქტიც мотивация თითოეული რა თქმა უნდა ყოველთვის ცოცხალ ბენდთან ვაპატი ყოველთვის ცოცხალ ბენდთან რომელიც სიმფონიური ორკესტრის კვარტეტი ყავდა ამის შუშხოც ისე ვაკეთებთ ყოველთვის უბრალოდ არაფერს არ აკეთებს როგორც ამაშია საქმე და უყალოდაც არ ჩაივლის ხოლმე ეშრომა და